კვლავ საქართველოს შესახებ ფოთის მოსახლეობა დღეიდან წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს. დღეში 6 საათის განმავლობაში სასმელი წყლით ქალაქ ფოთის ყველა ოჯახი მომარაგდება. აღნიშნული გრაფიკი ქალაქში მიმდინარე წყალმომარაგების პროექტის ძირითადი ეტაპის დასრულების შედეგია. უკვე 1 წელია სენაკის რაიონის სოფელ ლოსირში სათავე ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ფოთელები 24 საათიან წყალმომარაგების სისტემაზე გადავლენ. პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. ეს სადგური ავაშენეთ იმისთვის, რომ წყლით მომარაგების ყოველდღიური რეჟიმი შეგვენარჩუნებინა ფოთში. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თანამედროვე ტექნიკური აღჭურვით არის საფილტრი განადგარებით აღჭურვილი ეს სადგური. მინდა გითხრათ, რომ ეს მოგცემს საშუალებას ფოთს მივაწოდოთ აბსოლუტურად ჯამთელი წყალი. ფოთს ჰქონდა ძალიან დიდი პრობლემები სტაბილური წყალმომარაგების კუთხით. ჩვენ უკვე მოვახერხეთ და გადავიყვანეთ ყოველდღიურ წყალმომარაგებაზე ფოთი, ხოლო მესამე ეტაპის დასრულების შემდგომ ფოთი მიიღებს 24 საათიან წყალმომარაგებას. ფოთი იდგა ძალიან დიდი პრობლემების წინაშე წყალმომარაგების მხრივ. თითქმის მოსახლეობა 3 დღეში 4 დღეში ეთხოვებოდა წყალს. ახლა გაუმჯობესებულია წყალი მოგეწოდება თითქმის ყოველდღე, გრაფიკით, მაგრამ ყოველდღე. შემოყვანილია მრავალსართულიან კორპუსებში, ბინებში წყალი. მოსახლეობა ამ მშენებლობაზე ჩვენი ფოთელები მუშაობდნენ. ვარ ადგილობრივი მუშევარი ვიყავი, შევიტანი განცხადება. 1 წელია რომ რაც შევიტანი განცხადება. დავიწყე მუშაობა. მსახურები წყალმომარაგების სამსახურს ფოთს და ჩვენს რაიონს.